მოგესალმებით საყვარელ მაყურებლებო, ახლა გავაკეთოთ გაშლა მისი ფიქრები. გვექნება ერთი ვარიანტი და კარგად დაუფიქრეთ და მოусმინეთ დახასიათებას. დავიწყოთ თქვენი ენერგიების ნახვით, რა ენერგიებში ხართ, სრულ ტრანსფორმაციაში ხართ, თქვენს გარშემო ყველაფერი იცვლება, თქვენი შინაგანი სამყარო იცვლება. შიშები იცვლება აქ, ანუ აბსოლუტურად განსხვავებულ ენერგიებში გადიხართ. რაც გქონდათ შიშები, გაურკვევლობები, ეჭვები, ყველაფერი ქარწყლდება და ყველაფერს ნათელი მოეფინება, ან უკვე მოეფინა, შეიძლება აქ რაღაცები არ იცოდით, რაღაც ინფორმაცია იყო თქვენგან, ანუ რაღაც ინფორმაცია არ იცოდით და ეს ინფორმაცია გაიგეთ, რის შედეგადაც თითქოს დამშვიდდით. თქვენი პოზიციების დაცვა გიწევთ აქ. აქ ბევრთან იყო ნგრევა, ვინმე წყლის მეფესთან, ანუ წყლის სტიქიასთან. ციკლი დაიხურა და თქვენ გამთლიანდით. იყო რაღაც შანსები, მაგრამ ეს შანსები იყო გაურკვეველი. აქ იყო ურთიერთობა, მაგრამ ძალიან არათანაბარი ადამიანი არის ეგოისტი. თქვენი ჩაფიქრებული ზრუნავს მხოლოდ საკუთარ კომფორტზე, აკეთებს მიზერს ურთიერთობებისთვის და ზოგადად სხვებისთვის. აბადიეთ. მაინც ილუზიები არ გასვენებთ თავს, აქ ისე გაფრინდა ილუზიები, რაღაც ოცნებებში ხართ. თუ იცანით თქვენი თავი გააგზავნეთ ყურება თუ არა და ასკროლეთ, ეხლა ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, ნახეთ აქაც ტრანსფორმაცია. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ახლა არის სრულ ტრანსფორმაციაში, თქვენსავით თქვენი ენერგიები ძალიან გავს. ნამდვილად წყლის ზოდიაქო აქ ბევრთან გათამაშდება, ან ადამიანი ემოციური, გრძნობიარე, აქ ვიღაცები თქვენს მეუღლეზე მიყურებთ ბევრი ისეთ ურთიერთობა დაინგრა, ან ვიღაცა პირიქით იქნება ახალ დაქორწინებული. რაღაცას ელოდებოდით და არ მოხდა ის, რასაც ელოდებოდით და აქ ხართ იმედ გაცრუებებში, შინაგან ბრძოლებში. თქვენი ადამიანი ახლა ჩამოკიდულ პოზიციაში არ იცის რა გააკეთოს, რაღაცა წვრილმა შანსებს ეპოტინება. შიშები აქვს რაღაცა ბავშვთან დაკავშირებით, რა ვერ ვიგებ. შეიძლება ვიღაცა მანიპულაციას ახდენდეს ბავშვით აქ. ან შეიძლება წარსულიდან, მისი ბავშვობიდან რაღაც ტრამვები ქონდეს დაუმუშავებელი, რის გამოც არის ხისტი. ნახოთ ახლა მისი ემოციები. ნახოთ ჯერ რას ფიქრობთ თქვენს? აქ სრულიად შეიცვალა ფიქრები, რა იყო და ახლა რა არის. აქ იყო ჩიხი, გაურკვევლობები, გაუგებრობები, გრძნობები, შანსები, მაგრამ შანსები დაფარული, ციკლური ურთიერთობა და რა არის ახლა? ახლა თითქოს მოძრაობა დაიწყო სტაბილურობისკენ და უფრო გრძნობებს და გრძნობის ამოხეთქვა, გრძნობს. მიხართ მისთვის ვნახოთ. თქვენ ხართ ის, ვის გვერდზეც თავს გრძნობს იმპერატორად, თქვენ მას აძლევთ ყველაფერს, რის იმიცემად შეგიძლიათ. თვითდაჯერებულობას მატებთ. სასწაული მიზიდულობა აქვს თქვენდამი. კრიზისშია, უმოქმედობაშია, რის გამო აქ ბევრთან გათამაშდება, სამკუთხედი ბევრთან გათამაშდება, რომ ყავს ვიღაც სტაბილური პარტნიორი. მოდით მისი ნაბიჯები ვნახოთ. უახლოეს მომავალში, რაც შეიძლება ველოდოთ მისგან.
შეიძლება ცოტა აბათ გახდეს. მაგრამ ბევრთან გათამაშდება უფრო სულიერად, ფსიქოლოგიურად. შეიძლება ვიღაცა ვერ იძინებს. თქვენზე ძალიან ბევრს ფიქრობს. მისი ნაბიჯები იქნება, აქ მიცევალებით ნაბიჯები იქნება. რა ნაბიჯები? ეს ნაბიჯები თქვენ დეპრესიაში ჩაგაგდებთ. მაგრამ ახალი შანსი ექნება თქვენს ურთიერთობას, ვისთანაც ურთიერთობა ხა დანგრეულია, შანსი ექნება თქვენს ურთიერთობა მაღდგეს. ნახოთ ახლა მისი გეგმები, რას გეგმავს. გული აქვს ძალიან გატეხილი და გეგმავს რომ მოგწეროთ ან დაგირეკოთ და დაასრულოს რაღაცა გაუგებრობები. გეგმავს თქვენთან კარგი დროს გატარებას, რაღაცა დღესასწაული შეიძლება მოგიწყოთ, შეიძლება სადმე დაგპატიჟოთ, შეიძლება რაღაცა გაჩუქოთ, ამაზე ფიქრობს. ეს მის გეგმებში შედა სინამდვილეში რა იქნება. ეს არის манипуляция, რისთვის, რა უნდა თქვენგან სინამდვილეში მოდი ვნახოთ. აუ თქვენ მისთვის ძალიან ძვირფასი ხართ, ძალიან დიდ პერსპექტივებს, დიდი გეგმები აქვს თქვენზე, იმპერატრიცა, ოჯახი და პერსპექტივები. თქვენ გხედავთ მის ჭეშმარიტ მეორე ნახევრად. რა თქმა უნდა, ყოველთვის არ გათამაშდება საჯარო გაშლა, კონკრეტულად თქვენ სიტუაციის განხილვად, პირადში მომწერეთ და ითხოვთ იცით რა, მაღალი გალები როგორ ხედავთ ამ ყველაფერს. თქვენს ურთიერთობას, აი ხო. აქვთ შანსი თუ არა რომ მართლა ჭეშმარიტ წვივად შედგეთ. კი, ოღონდ მგრევის შემდეგ აქ ჯერ ყველაფერი უნდა დაინგრეს ტოტალურად და დაიწყოს თავიდან. ანუ ეს ამ ურთიერთობა მოჭამა თავისი თავი. თავიდან ამ ურთიერთობის ფუნდამენტი იყო არასწორად მაშინ ჩაყრილი. ძირფესვიანად უნდა ამოიძრიყოს აქ ყველაფერი და უნდა დაიწყოთ ახალი ურთიერთობა. შეგიძლიათ ეგრევე პირდაპირ უთხრათ აქ თქვენ პარტნიორს, თუ რა თქმა უნდა ხართ ახლა იმ სტადიაზე, რომ შეგიძლიათ ისე ღიად ლაპარაკირო. თუ გინდა ძვირფასო, რომ ჩვენი ურთიერთობა გამოვიდეს, ყველაფერი უნდა დავანგრიოთ, დავივიწყოთ წყენები, შეცდომები ერთმანეთს ვაპატიოთ და დავიწყოთ ხელახლა სუფთა ფურცლიდან. თქვენ აქ თუ გააგრძელეთ ერთმანეთის შეცდომების განხილვა, არაფერი არ გამოდის. ზოგჯერ გულახდილი ლაპარაკი ყველაზე კარგი გამოსავალია ნებისმიერი სიტუაციიდან. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ. პირად კონსულტაციებზე ჩასაწერად, მოვწერეთ პირადში.